საინფორმაციო გამოშვება რადიო 1-ზე. Saatze ეთერშია რადიო 1-ის საინფორმაციო გამოშვება სტუდიაში სოფო კიკვაძე მუშაობს. დაკმაყოფილდება თუ არა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და განთავისუფლდება თუ არა დედაქალაქის ყოფილი მერი 18 თებერვალს ჩანიშნულ პროცესზე გახდება ცნობილი. გიგი უგულავას ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფის 20,000 ლარიანი გირაოთი განთავისუფლება მოითხოვეს და შუამდგომლობაში აღნიშნეს, რომ პროკურატურას გადასცემენ გიგი უგულავას პირადობის მოწმობას და პასპორტს ქვეყნიდან გაუსროლობის გარანტიისთვის. ასევე ადვოკატებმა შუამდგომლობაში კიდევ ერთხელ მიუთითეს, რომ უგულავასთვის ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა პირველი მოადგილის პოსტზე დავით საყვარელიძე ოფიციალურად წარადგინა. უკრაინული მედიის ცნობით საყვარელიძე გენერალურ პროკურატურაში კადრებს ევროინტეგრაციისა და უკრაინის პროკურატურის რეფორმირების საკითხებს უხელმძღვანელებს. დავით საყვარელიძის კანდიდატურა უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზეც განიხილებოდა. საყვარელიძე 2009-2010 წლებში თბილისის პროკურორი, ხოლო 2010-2012 წლებში მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი. შეხვედრიდან გამოსულმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მისი საგარეო უწყებაში მიწვევის მთავარი მიზეზი იყო მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე. ელჩი აცხადებს, რომ ეს უკრაინის შიდა საქმეა და ქვეყანას აქვს უფლება მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ უკრაინა სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მას აქვს უფლება მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს. ბოლოს და ბოლოს ეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეა. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნისას ხელმძღვანელობდა ეროვნული ინტერესებით და ყოფილი პრეზიდენტის დიდი გამოცდილების გათვალისწინებით. ეს გადაწყვეტილება შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არ არის მიმართული საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამასთან ერთად უკრაინული მხარე ითვალისწინებს იმასაც, რომ ვინაიდან ჯერჯერობით არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილზე, ისევე როგორც ყველა ადამიანზე ვრცელდება უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპი. რაც შეეხება ქართული მხარის წუხილს, ბუნებრივია უკრაინა ამას ყურადღებით შეისწავლის. რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, როგორც ვასილ ციბენკომ აღნიშნა, ეს ვიზიტი მზადდება და შესაბამის უწყებებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მზადდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ თემებზე სამინისტროებთან და სხვა უწყებებთან. ცოტა ხნის წინ კიევში იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერები, რომლებმაც შეხვედრები გამართეს. იგეგმება ფინანსთა მინისტრის ვიზიტიც. მე მას გასულ კვირას შევხვდი. ასე რომ ისინი ვინც იმედოვნებენ, რომ ამას რაიმე ისეთი მოყვება უნდა ითქვას, რომ ამ თემაზე დღეს მოსკოვიდანაც მირეკავდნენ. შემიძლია თამამად დაგარწმუნოთ, რომ როგორც ოდესაში ამბობენ, ამას ვერ მოესწრებიან. ბოლო წლის განმავლობაში უკრაინაში ბრძანდებოდა საპარლამენტო დელეგაცია საქართველოსგან. ვიცე-პრემიერი ბატონი კვირიკაშვილი და კალაძე თავს თუ ისე დიდი ხნის წინ ბრძანდებოდნენ. ყველაფერი ძალაში ხდება, შეცვლილი არაფერი არ არის. ნამდვილად არ ხსოვს, რომ რამემ ხელი შეუშალოს ორ ქვეყანას შორის ეთილმეზობულ და კარგ დამოკიდებულებას. თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი გიუნტერ შირმარი შეხვედრები დილიდან მიმდინარეობს პარლამენტში. შირმარი ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა, დაგეგმილი ასევე მოლაპარაკება მთავრობასთან და საპარლამენტო უმცირესობასთან. საქართველოს დღეს სპეციალური მისია ეწევა, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობას შეაფასებს. დელეგაცია შეხვედრებს სხვადასხვა უწყებაში გამართავს. გეგმა ორი ფაზისგან შედგება. პირველი ფაზა საკანონმდებლო ჩარჩოსა და დარგობრივი პოლიტიკის რეფორმას მოიცავს, მეორე რეფორმების იმპლემენტაციას. საქართველოს პირველი ეტაპი გასული წლის ოქტომბერში წარმატებით დაასრულა. მეორე ფაზის დასრულებას და უვიზო მიმოსვლის დაწყებაზე ევროკავშირისგან დადებით რეკომენდაციას საქართველოს რიგი 3-ზე ელოდება. ვრცელი გამოშვებით პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით 19 საათზე. დროებით. ჩაერთე რადიო 1-ზე. საათში ერთხელ მოусმინე ინფორმაციას.